საქართველოს უძლეველია. საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. ჩვენი შემართება, ჩვენი ერთობა არის ამის ნამდვილი გარანტია, მეგობრებო. ერი გარანტულია ჩვენს გარშემო. ერთი მუჭა ავანტურისტები ჩვენ ვერ დაგვაკლებენ ვერაფერს. მაგრამ მეგობრებო, ის ავანტურისტები ქართველებია საუბედუროს და ჩვენი ზნეობრივი ვალია ვიხსნათ ისინი. არცერთი ქართველი არ უნდა დავანებოთ კრემლის სატანას. ბანაკში უნდა გადმოვიყვანოთ, ყველა ჩვენთან უნდა დადგეს, ყველა ქართველი. შვიდობიანად, ერთი ქართველის გარეშე, ერთი წვის გარეშე, შვიდობიანად მივიდეთ, შთავაგონოთ, ბორცს მოვიყვანოთ, თელმა ერმა უნდა მოითხოვოთ, მეგობრებო. თელმა ერმა უნდა მოსთხოვოს მათი იარაღის დახრა და საქართველოს ხარაზე გადმოსვლა. აი ამისთვის შევიკრიბეთ დღეს. მეგობრებო, ერთის მხრივ ბედნიერება რასეთი უჩქო ოპოზიცია გვყავს. მეთი რომ გაუწყრებო პირველად ჭკუას გამოაცნისო, რამასროლინას ის ზარბაზანი გუშინი მათ. ამით განამ მთელ საქართველოს დაანახეს თავიანთი უგუნურობა, დაანახეს თავიანთი ანტიხალხური და ანტიეროვნული სახე. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური კატასტროფა მათთვის, მეგობრებო. ზოგიერთი გონია რომ იარაღი რამე ძალას წარმოადგენს. იარაღი უძლურებაა, მეგობრებო. ძალა არის ზნეობა, ძალა არის სიმართლე, მორალი. ზარბაზები და ტოპები არაფერი ძალა არ არის. აქ ატომური ბომბი არ არის, არავის არის ძალა. აგერ საბჭოთა იმპერიის მაგალითად არ არის. შეიარაღება უდიდესი და უძლიერესი და უსუსტესი არის ზნეობრივი მორალური და პოლიტიკური. პოლიტიკურ გვამად იქცა კრემლი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შეიარაღება ვის უშველის, თუ ღმერთი არ მფარველობს, თუ სიმართლე არ არის მის მხარეზე. ეს არის მითამ უბედუროს, მეგობრებო. მაჰათმა განდი ინდოეთის ლიდერმა ისე განთავისუფლდა ინდოეთი, ერთი ჯაყვა არ ქონია, ჯაყვა. არადუ თოფი. ერთი დანა არ ქონია ათმას და ათმას მის მოძრაობას. შვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით, შვიდობიანი მანიფესტაციები, შიმშილობები, შვიდობიანი აქციები გაანთავისუფლეს ინდოეთი და დაამარცხეს ინგლისის კბილებამდე შეიარაღებული იმპერია. ასე დაამარცხეს ჩვენ საბჭოთა იმპერია, მეგობრებო. ასე დაამარცხეს ჩვენ იარაღის გარეშე დაამარცხეს. ასე დაამარცხეს პუჩისტებთან, კრემლის პუჩისტებს ასე დაამარცხეს. იარაღის გარეშე. ჩვენი ზნეობრივი ძალით, ჩვენი სიმართლით დავამარცხებთ ჩვენ მათ. ისე დავამარცხებთ, რომ ისინი კი არ დამარცხებიან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებენ ისინიც. აი ასე დავამარცხებთ. სიყვარულით დავამარცხებთ ჩვენ მათ. ისინი ჩვენ დღეს ვესწრიათ, ჩვენ ყვავილები ვესმოდოთ და აი იქით დავამარცხებთ. იმით დავამარცხებთ. უკვე პირველი ნიშნები, მეგობრებო. უკვე პირველი ნიშნები, ჩოლოყაშვილის საზოგადოება მოვიდა ბოლოს. ასევე მოვა მრავალი ბატალიონი, უკვე გვაქვს სამიცნობა. უკვე გვაქვს ცნობები. მრავალი ქართველი უკვე იქ, უკვე დაფიქრდა. არ სურს კრემლის ავანტიროში მონაწილეობის მიღება. მიხვდა ვინ მართავს ამას ყოველივეს. უკვე მზად არიან ჩვენ ხალხზე გადმოსასვლელად და გადმოდიან კიდევაც წელიწადში. საქართველოში მთელ თბილისში უნდა გაიმართოს აი ესეთი მრავალათასიანი მანიფესტაციები, მიტინგები, რევოლუციები,
იარაღის დაყრა პირველი პირობა, უკანონო შეიარაღებული ფორმირების დაშლა და შემდეგ მათი შეწყალება. მეტი სხვა არავითარი გამოსავალი არ არის, მეგობრებო, და დავიწყოთ ეს საქმე, დავიწყოთ ეს დიდი საქმე, გავუვარდოთ ეს დიდ საქმეს, გავუვარდოთ საქართველოს. საქართველოს